აქციის მონაწილეებს მოუწოდებთ შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება. აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით გავრცელა. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსთაველის გამზირზე არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 20 პირი დააკავა. შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ, რათა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენა გაეპროტესტებინათ. შეკრებილებმა ჯერ პარლამენტის შენობის სამანქანო გამოსასვლელის დაკავებას სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის მეორე მხარეს გადასვლისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ კი ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციის კორდონის შექმნის შემდეგ პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინა მხარეს გადავიდნენ და რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.